არკეთილელი ბიჭის ვაიბებს მიტოს. ძალიან მახინჯია. Ew. That's not a Gucci show, we know. And you're not a fake Ming. Gucci-s სპორტულები რო აცვიათ. გამარჯობა ყველას, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემს არხზე. მოკლედ დღეს მინდა რომ ჩამეწერა ცოტათი განსხვავებული ვიდეო. ვიდრე ჩემი ვიდეოებია ხო, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი ვიდეოები არის ანსაცმლის გარშემო, კანის მოვლის გარშემო, ვლოგები და ასე შემდეგ, ასე რომ დღევანდელი ვიდეოც ამაზე იქნება. ხო და პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ ამით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არავის სტილს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ზოგჯერ ბევრად უფრო მხიარული ვიდეოები გვჭირდება, ცოტა გართობა და ბევრი თუ ცოტა სარკაზმი. I have my coffee here. ასევე ამ ვიდეოში ძალიან ბევრ ინგლისურ სლენგს და სიტყვას მოისმენთ, ასე რომ თუ არ მოგწონთ მსგავსი რამ, this video is not for you. ჩემი ცივი ყავა აქ მაქვს. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს. დღეს მინდა და მესაუბრა მამაკაცების, ბიჭების ჩაცმულობაზე, იმ ტრენდებზე და იმ რაღაცებზე, რაც ძალიან არ მომწონს და ძალიან მეცინება და ჩემთვის არის like nightmare, ღამის კოშმარი. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ჩავატევ ამ ვიდეოში. მაგრამ მაინც ვეცდები, რომ რაღაცები, რაც ყველაზე მეტად მეზიზღება ეგენი მიმოვიხილო. So, ასე რომ თუ გაინტერესებთ ეს ვიდეო, არ ვიცი, რაიმე სასმელი დაიდგით, რაიმე საჭმელი მოიდგით გვერდით და ჩაუჭექით. ასევე მე ვარ men hater ადამიანი და შეიძლება ცოტა ზედმეტად გავჯერჯო ბიჭები. შეიძლება თქვათ, რომ პიჟამოებში ზიხარ და ანუ ვიზერას ამბობ, მაგრამ I look cute and I don't give a fuck about anything. პირველი რაღაცა რასაც ყოველთვის მეცინება ხოლმე და აი ეს აუთფიტი გავრცელებული უფრო მეტად 17-16 წლის ბიჭებში, მაგრამ ვხედავ ხოლმე მოზრდილ ადამიანებშიც 20-20 ზემოთ და ეს არის მთლიანად აი Gucci-s სპორტულები რო აცვიათ. ანუ ეს. ზოგი Gucci-s არის, ზოგი Louis Vuitton-ის არის, ზოგი Chanel-ის არის. თან ამ ადამიანებს აბსოლუტურად ყველას დაყენებული აქვთ ერთნაირი ვარცხნილობა, რომელიც აი ასე გამოიყურება და მთლიან სახეს ფარავს და ასევე ძალიან დამუღაბებული აქვთ აი და ამავდროულად აი ამ თმის შესწორების საკუთარი ტექნიკა აქვთ, რომელიც აი დაახლოებით ასე გამოიყურება. Like this is the worst thing I've ever seen. რატომ მოგწონთ ამ პატარა ბავშვებს ასეთი რაღაცები და მოზრდილებსაც? ან მართლა მაინტერესებს, სად შოულობთ აი ამ დვოიკას? დვოიკა უწოდოთ, ამ Gucci-s დვოიკას, ანუ სად შოულობთ? აი, იცით როგორი ვაიბებს მიტავს, აი ვარკეთილელი ბიჭის ვაიბებს მიტავს და ვაზის უბნელი ცოტა რო ქურდობა ხოლმე და აი რაღაცნაირად, oh, you're gang, man. და აი თავი დაახლოებით downtown LA-ში რომ გგონიათ. No, you're not. რატო იცვა მეგრე პატარა ბავშვი? და ამავდროულად აი ამ ყველაფერზე აცვიათ ხოლმე რაღაცა უდიდესი ბოტასები, აი რაღაც ძალიან მოცულობითი ბოტასები, შავი. Nike's Air Force მაგალითად. No, just don't do that. ამ ადამიანებს ძალიან საშინელი აზროვნება აქვთ თან. Boy, you are young, okay? You are young. Why are you doing that to yourself? ანუ რატო უკეთებ ახალგაზრდა ხარ, პატარა ხარ, ანუ რატო უკეთებ შენს თავს ამას, რომ ეს რაღაც სიმახინჯეები ჩაიცვა? That's not a Gucci show, we know. That's not. And you're not a fake Ming. კოშმარია, ჩვეულებრივი საშინელება.
ხო შეიძლება ნორმალური ადამიანებიც ნორმალური სპორტულებით ჩაიცვა, თუ მაინც სპორტულები გინ და ასევე მინდა ვთქვა ის, რომ საოცრად ვერ ვიტან, როდესაც ბიჭებს აქვთ მხოლოდ სპორტული სტილი. ანუ ყველა სიტუაციაში სპორტულები აცვიათ, აი ნაცრისფერი სპორტულებით მიდიან ქორწილში, ნაცრისფერი სპორტულებით მიდიან ბარში, რესტორანში, არ ვიცი, გადაღებაზეც, ან სადმე, აი აბსოლუტურად ყველგან. ანუ რატო? სხვა რამე ჩაიცვი სპორტულების გარდა. სპორტულები ყველაფერს არ უხდება. შემდეგი ყველაზე საშინელი რაღაც არის skinny jeans. მოტკეცილი შარლები, რომელიც არის უმახინჯესი რაღაც, რაც შეიძლება რომ ბიჭმა და მამაკაცმა ჩაიცვას. სხვათა შორის საქართველოში იმდენად აღარ აცვიათ, მე აღარ მხვდებიან ეგეთი ტიპის ადამიანები, რომ skinny jeans ეცვათ. მაგრამ ჩეხეთში რო ჩავდივარ ხოლმე ყოველთვის ყველა skinny jeans აცვია და თან არიან საკმაოდ მაღლები ეს ჩეხები და რაღაცნაირები. და ყველას აბსოლუტურად აცვია skinny jeans. ანუ why? ჯერ ხო ყველაფერს ყვეთს საერთოდ სხეულზე ყველა კუნთს, არ ვიცი, ნერვს და საერთოდ ყველაფერს. და თან აი ეს გამოყვანილი ფეხები ისე საშინლად ჩანს, ანუ საშინელება და თან ბოლოში თუ ეს ჯინსი, ეს skinny jeans აკეცილი აქვთ, ეგ ხო საერთოდ. დამოუკიდებლად არა მარტო ჯინსი, არამედ კლასიკური შარლები რო აცვიათ მოტკეცილი. This is the ugliest thing I've ever seen. როცილობე რო თან კლასიკური იყოს და ამავდროულად აი არ ვიცი, no, that's ugly. Please don't do that to yourself. რაც შეეხება აქსესუარებს, საერთოდ მამაკაცები ხო აქსესუარებს არ ატარებენ, ძირითადად მათი აქსესუარები არის კეპი. და მოდი მანდ მთავრდება. მაგრამ არიან ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ატარებენ აი ამ გვერდზე გადასაკიდ პატარა ჩანთებს, რომელსაც ქვია ბარსეტკა და ქართულად არ ვიცი როგორ არის ეს სიტყვა ნამდვილად და ეს არის საშინელება. კოშმარი, ანუ არაფერს არ უხდება. ხო შეიძლება ნორმალური ადამიანებით, აი არ ვიცი, ლამაზი ჩანთები დაიჭიროთ და მივბაძოთ ჯეიკობ ელორდის, რომელიც გამოირჩევა ჩანთების უკარგესი კოლექციით. არ ვიცი, რაიმე სადა ტყავის ჩანთა გვერდზე ასაკიდი ხო შეიძლება დაიჭიროთ. ან ნაჭრის გვერდზე ასაკიდი ჩანთა, რომელიც ბევრად უფრო მარტივია და ყველაზე კარგად გამოიყურება საერთოდ და შეგიძლია არ ვიცი, ყველაფერი ჩაყარო მაგ ჩანთაში. ანუ აი ამას რატო ატარებთ? რატო ატარებენ? საშინელება. ზოგადად ძალიან მოყვარს, რომ ბიჭები ატარებენ ხოლმე ჩანთებს. თან ისეთ ჩანთებს, ცოტა დიდ ჩანთებს. თან რო ეტყობათ, რომ რაღაცნაირად აი ამ ჩანთის არჩევაში ენერგია ჩადეს და რეალურად დაფიქრდნენ, როგორ აუთფიტს მოუხდებოდა და რაღაცნაირად მთლიანად აწყობდნენ თავის ლუქს. მაგრამ აი ეს რაღაც ატარა მახინჯი ჩანთები არ შემიძლია. ჩემი ნება რა იყოს, არ ვიცი, ამოვაღებინებდი საერთოდ გაყიდვიდან ყველა ქვეყანაში აგვგზავნავდი. შემდეგი არის ერთ-ერთი რაღაც, რაც ყველაზე მეტად მეზიზღება და ეს არის oversized ნაცრისფერი სპორტულები, აი ღია ნაცრისფერი. გართულება მაქვს მაგაზე სერიოზულად. ჩვეულებრივი სწორტოტიანი სპორტულები, that's okay. I have no problem. რომელიც 2000-იანებში ეცვათ და ძალიან ლამაზი იყო და ძალიან კარგად ეცვათ და 2000-იანების სტილი არის ჩემი ფავორიტი და არ ვიცი რატო აღარ იცვამენ აგრე მამაკაცები და ბიჭები. მე ვამბობ აი ამ განიერ ტოტიან ნაცრისფერ სპორტულებზე, რომლებიც არავიზი არ გამოიყურება ლამაზად და საშინელება, სიმახინჯე, აი დაახლოებით Rick Owens-ის ფეხსაცმელი რო არის ესეთი გაბერილი, მაგის ვაიბები მოაქვს. და თან ხო აი მუხლებთან ასეთია განიერი და მგონია რომ არ ვიცი ცაში აფრინდებიან ანუ პარაშუტივით
ანუ სიმახინჯე არის, ჩვეულებრივი სიმახინჯეა. ყველას აცვია აი ეს ნაცრისფერი მსგავსი სპორტულები, რომელიც არის საშინელება. ოკეი, თუ კიდეც ჯიმში ჩაიცვით, არ მაქვს პრობლემა. რაც კიდეც ჩაიცვით მან, მაგრამ ქუჩაში ეს რო ყოველდღურად გაცვიათ არის აი ჩვეულებრივი კოშმარი, იმიტომ რომ ძალიან მახინჯია. Like აი ჰაერი რომ და შეუშვა მართლა და ცა შეაფრენდნენ, ეგეთი არის. ხო შეიძლება აი ნორმალური ლამაზი სპორტულები ჩაიცვათ, როგორიც ასეთია მაგალითად. როგორც ბექემს ეცა 2000-იანებში, მაგალითად Adidas-ის სწორტოტიანი სპორტულები ულამაზესია. და საერთოდ ძალიან ბევრი ლუკი შეგიძლია აწყო ამ სპორტულებით და არ ვიცი, ძალიან უხდებათ მართლა ბიჭებს. ან რა ვიცი, Pinterest-ი გადაათვალიერეთ და რაღაც ცოტა ნორმალური სპორტულები არჩიეთ. დავძენ ისევ 2000-იანებიდან. მაგრამ არა აი ეს ღია ნაცრისფერი რაღაცა სიმახინჯე სპორტულები. და ამავდროულად სპორტული შარვლების ის მოდელი, რომელიცაც ბოლოში რეზინები აქვს. და აი ეს რეზინი კოჭის ზემოთ დგება. კოშმარი, ჩვეულებრივი კოშმარია. No, don't wear this. მე ასევე ძალიან არ მომწონს, როდესაც ბიჭებს აცვიათ თეთრი ფეხსაცმელი. თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ბოტასი, აი სხვა ფერი, ნებისმიერი სხვა ფერი არჩიეთ, ოღონდ თეთრი არა, იმიტომ რომ საერთოდ არაფერს არ უხდება თეთრი ბოტასები. ბიჭებს არ უხდება თეთრი ბოტასები. Okay? საერთოდ არ არის stylish, საერთოდ არ არის ლამაზი. არაფერს არ მოუხდება, აი მაგალითად Adidas-ის Air Force. ჯერ ეგ მოდელი Adidas-ის არ მიყვარს, მეზიზღება და მერე თეთრი. What the fuck? Don't do that. და აი კიდევ Adidas-ის ეს მოდელი. და შემეშალა ის არის Nike-ის Air Force და Adidas-ის ეს მოდელი. მეზიზღება, ანუ ყველაფერი არჩიეთ ამის გარდა, აი ამ თეთრი რაღაცების გარდა. შემდეგი არის smart casual style. Like არავის არ უხდება ეგ სტილი. თან აი ეს casual style აცვიათ რაღაც შარვლები, რომელიც არის კლასიკური. დაახლოებით კოჭის ზემოთ დგას, ან კოჭზეა გადაჭრილი და აი როგორი ფორმა აქვს, ვიცით, განე სწორი ტოტი აქვს. აი ასე მოდის, ანუ ბოლოში ვიწროვდება. და ცოტათი მოდკეცილიც აქვს. ზემოდან რაღაც მოდკეცილი პატარა პიჯაკი, ეს პატარა შარვალი. რაღაც უდიდესი საათი, რომელშიც რატომღაც ძალიან ძვირი გადაიხადეს და აცვიათ ეს კოშმარი რაღაცები. ამას განვიხილავ საქართველოს ფონზე, რა თქმა უნდა, ხო და what do you think? What do you think who you are? You're like working in finances in New York? You don't. You don't, man. არც მათ არ უხდებათ, მაგრამ ეგ სტილი საქართველოში no. ანუ დაცოიო. და ამ ადამიანებს კიდევ აცვიათ აი ის ფეხსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება. ეგ არის ოქსფორდები თუ ლოფერები. Okay, აი ამ სტილის ლოფერები, მე ძალიან მიყვარს ტყავის ლოფერები და ძალიან უხდებათ ბიჭებს და ძალიან კაია, მაგრამ აი ამ სტილის. It's ugly. Okay? მეზიზღება. და ჩემი ღამის კოშმარი ამავდროულად არის, როდესაც აცვიათ აი რაღაც ლოფერები, ან რაღაც ფეხსაცმელი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ განსაკუთრებით ლოფერებზე იციან ხოლმე ეგრე და უჩენთ კოჭები. ანუ
no one cares your კოჭები ანუ არავის ადარდებს როგორი კოჭები გაქვთ ანუ არ გაქვთ ლამაზი კოჭები ოკეი არავის საშინლად გამოიყურება აი ეს მოკლე შარვლები რო გაცვიათ და მაღალ ყელიან წინდებს რო არიცომთ ანუ საშინლად ჩანს ეს კოჭები რატო გინდათ რომ დავინახოთ თქვენი კოჭები no ხო შეიძლება რომ ნორმალური ადამიანივით არ ვიცი მაღალ ყელიანი თეთრი წინდები ჩაიცვათ სადა მაგრამ არა ეს კოჭები უნდა ჩანდეს რაც არის საშინელება oh my god that's fucking ugly okay that's ugly just wear your fucking socks man why is that so difficult საშინელება თან ეგ თუ ყოველდღიურად ეგრე აცვიათ no და მაგის შიგნიდან აი ის წინდები რო აცვიათ რომელიც ყველაზე მეტად მძაგ სამყაროში აი ეს წინდები no okay ეს იყო ის ძირითადი რაღაცეები რაც მინდოდა მე თქვა რაც ალბათ აი ამ წუთას გამახსენდა და აი ყველაზე იუ არის მართლა ჩემთვის რა ხედავ არ ვიცი რომელიმე მათგანს ცუდად ხვდები მართლა when you see someone and he's like he has really good face and he's not wearing the socks და ხედავ კოჭებს that's ugly no and like he's so handsome he has amazing face amazing body და ეს ნაცრისფერი სპორტულები აცვია no man just no არ ვიცი ადამიანებმა რატო შეწყვიტეს ისე ჩაცმა როგორც ეცოთ 2000-იანებში 2010-2016 წლამდე იყო უკარგესი სტილი და ჩემი სტილის ერთ-ერთი აიკონი არის ბეკჰემი დევიდ ბეკჰემ I love him like ძალიან კარგი რაღაცები ეცვა არ ვიცი რატომ შეწყვიტეს ასეთი ჯინსების ჩაცმა რომელიც ძალიან სადა და ძალიან ლამაზი არის ამოდროულად აი მსგავსი ტყავის ფეხსაცმელი რომელიც აი ამ ჯინსებს ძალიან უხდება და რაღაცნაირად ძალიან სადა მაისური რომელიც არც ძალიან oversize არის არც ძალიან მოდკეცილი და იდეალური აუთფიტი გამოდის მართლა ძალიან სადა და ძალიან კარგი ამაზე ზემოდან რა ვიცი მოცმული ხაკისფერი ჟაკეტი ან ტყავის რაიმე ჟაკეტი რომელიც აი მთლიანად შეკრავს აუთფიტს ჩემი ფავორიტი სტილი არის ეგ და ძალიან იშვიათად ცვია ანუ რა ხვდები რატო აღარ აცვიათ მსგავსი ჯინსები და საერთოდ რატო აღარ აცვიათ მსგავსად და აქ ბევრ რეფერენსებს ჩაგისვამთ იმიტომ რომ ძალიან მომწონს თან დევიდ ბეკჰემს ეცვა ხოლმე უკარგესი სპორტულები რომელიც უკვე არ ვიცი პროჯერ აღნიშნე და ეგ და ვიქტორია არის აი არ ვიცი საოცარი წყვილი იყო და კიდევ არის მაგრამ ამ პერიოდში როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ და რაღაც საოცარი აუთფიტებით გამოდიოდნენ ორივე და ძალიან კაი იყო. ასევე ჯეიკობ ელორდის აუთფიტები, რომელიც ძალიან კარგი ინსპირაციის წყაროა იმისთვის, რომ მართლა კარგი ლუკი შექმნა. ყოველთვის აცვია ხოლმე იდეალური შარვლები, მართლა რომელიც არც ძალიან დიდია, არც მოდკეცილია და არ ვიცი, ძალიან კარგი ფორმები აქვს. ზემოდანაც ძალიან კარგად აცვია ხოლმე sweatshirts, hoodies, like თავზე კეპი და უკარგესი ჩანთები, რომლებიც უკვე აღნიშნე და ეს ჩანთები აი მთლიანად კრავს მის outfits. აი Jacob Elordi, he's so cute. მაგრამ 2000-იანის ბიჭები, დაახლოებით მასაც 2000-იანის ვაიბები აქვს იდეაში და ანუ ძალიან კარგია. მარტივია,
და იდეალური. Just stop wearing those ugly gray sweatpants and something. Oh my god, I can't stand it. Okay, ასეთი იყო ეს ვიდეო. იმედია მოგეწონათ. თუ გინდათ მსგავსი ვიდეო, გადავიღო კიდევ დამიწერეთ კომენტარებში. ასევე დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რა გეზიზღებათ და გძაგთ ყველაზე მეტად რაც ვიათ და მაგასაც ჩავსვამ თუ გინდათ part 2. So, yeah, და like-ეთ ვიდეო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი. მადლობა რომ მიყურეთ და არჩით ჩემთან ერთად და კოცნით ძალიან ბევრს. See you soon!